მოგესალმებით ყველას ჩემო ძვირფასებო, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით, როგორ ხართ აბა, ხო, მაგ ყველანი კარგად და ჯანმრთელად შემოკარგებოთ, ან სურნელოვან ჭხირს ავანთებ, ხო? ძალიან დიდი მადლობა, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანი ვიდეოებს ვერ წერდი გარკვეული მიზეზების გამო და ეხაც ესე ვარ უბრალოდ მართლა მაქსიმალურად ვცდილობ, რომ შედარებით ხშირად ჩავწერო, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგან, ჩემო ძვირფასებო, გვერდში დგომისთვის, კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის, პირადში მოკითხვისთვის და მოწერისთვის. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ჩემო კარგებო არხის განვითარებისთვის და გამოწერისთვის. ხო, ხა ერთი subscribe ღილაკი და ერთი follow-ი Instagram-ი რა არის. TikTok-ზე მე მგონი არავის არაფერს არ დაუშავებს, რომ ან გამოვწეროთ არხი, ან დავაფოლოოთ, რა თქმა უნდა, რაც მეტი ადამიანი ნახავთ, მით უკეთესი, ხო? ჩვენთვისაც, მათთვისაც და იქნებ რამდენ ადამიანს დავეხმაროთ, ასე ვთქვათ, ჩემი ვიდეოებით. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ეხლა რის თქმაც მინდა, აგვისტოს თვეში, ამ თვეში, ვინც ჩაეწერება, ფასდაკლება არის, კონკრეტულად აქ არ ვაცხადებ, ეხლა ტაროს შესწავლის კურსზე, ოღონდ ინდივიდუალური მხოლოდ, ამიტომ მომწერეთ პირადში და გეტყვით ფასსაც, ხო? მხოლოდ აგვისტოს, შემდგომ იგივე თანხა იქნება, რა თანხაც ღირდა მანამდე. ეს რაც შეეხება ტაროს სწავლებას. ასევე ჩემთან არ არის კონკრეტულად ვიდეოებით, კონკრეტული ვიდეოებით რო უგდებენ თითო ვიდეოს და არავით არის ინდივიდუალურად ურეკავ, ყოველ საღამოს იქნება ეს თუ 2 დღეში ერთხელ იქნება თუ 4 დღეში ერთხელ, მნიშვნელობა არ აქვს, ვისაც როგორ გვცალია, ასე ვთქვათ, ხელს ვუწყობთ ერთმანეთს და ვურეკავ, ინდივიდუალურად ვუხსნი, 2 საათია დაახლოებით გაკვეთილის დრო, თითო გაკვეთილის დრო შეიძლება საათნახევარიც, ასევე შუალედურ პერიოდებსაც ვაძლევ, რომ ჩამოყალიბდეს, იმიტომ რომ როდესაც მივაყოლეთ ტაროს გაკვეთილს, არ შეიძლება რომ ტაროზე ჩვენ გაკვეთილი ჩავატაროთ და მაინდა-მაინც აი დღეს, ხვალ 2 დღეში ერთხელ არა. როგორც საჭიროა, როგორც თვითონ უნდა, როგორც იგრძნობს ენერგიებით, ამიტომ შეიძლება გავიდეს 1 კვირა არ ჩავატაროთ, შეიძლება 2 კვირა გავიდეს, შეიძლება 1 დღე. მივხვდით, მაქსიმალურად ვერგები ხოლმე მოსწავლეებს, აი რაც შემიძლია, ვერავინ ვერ იტყვის, რომ არ ვერგები და ვიღაცას ანუ ვეუბნები, რომ არა გინდა თუ არა მე დღეს უნდა ჩავატარო, იცი რატო? იმიტომ რომ მე ხვალე მერე მეჩქარება და მივდივარ, არა. შეიძლება გავიდეს 5 დღე ხან მემცალია ხან მოსარცალია, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, აი ეს ერთ-ერთზე უზივარ, საათნახევარი 2 საათი თითო გაკვეთილზე გვჭირდება. ამ ყველაფერთან ერთად მეგობრობთ, საუბრობთ, ასევე რა თქმა უნდა, მეც კითხვებს უსვავ, რაც მინდა და შლიან ხოლმე ჩემი გოგოებიც და ბიჭებიც და თუ რაიმე კითხვა მაქვს ამაზე პასუხობენ, მაინტერესებს რა სიტყვიან, ასე ანუ პრაქტიკულ თემებსაც გულისხმობ, შესაბამისად, ჩემთან ესეთი მოსწავლე-მასწავლებლის ასეთი ხელის მუშტის დარტყმით ურთიერთობები არ არის, რაც თავარია. პირველ რიგში ჩვენ ვართ მეგობრები, ასევე თუნდაც კონსულტაციას რაც ეხება. პირველ რიგში ჩვენ ვართ მეგობრები, ჩემო ძვირფასებო და შემდგომ ვართ უკვე ექიმი პაციენტი თუ მოსწავლე-მასწავლებელი და ასე შემდეგ. მოკლედ, დღევანდელი ჩვენი გაშლა, საჯარო გაშლა, ჩემი ენერგიებით, მე არაფერს იცით თქვენ რომ წინასწარ არ გეგმავ, რატომღაც მომინდა ჩავწერო ესეთი ვიდეო, არც არავის თხოვნით არ ვწერ ამ ვიდეოს. დაარღვევს თუ არა, აი დუმილი სიჩუმე რო არის, ნახეთ, ორივე მხრიდან რო სიჩუმეა. დაარღვევს თუ არა დუმილს ეს ადამიანი და ოღონდ ყველაზე მთავარი განანაჩხუბრები ხართ და ან რამე, უბრალოდ რო სიჩუმე და სიწყნარია. და კონტაქტი რო არ არის, მიხვდით, რომ ველოდებით. ერთის მხრიდანაც და მეორეს მხრიდანაც და რო არ ვიცით მიზეზი რა ხდება, ანუ რაღაცა თუნდაც შეიძლება არ არის გამორიცხული ახალი ურთიერთობის დასაწყისი, თუნდაც შეიძლება იყოს ძველი პარტნიორი, რომელიც რო გაჩუმებულია და არ იღებს ხმას, ოღონდ რო ვგრძნობთ, რომ გვინდა ამ ადამიანთან და ისიც რო გრძნობს, უბრალოდ ორივე მხრიდან სიჩუმე როა, მიხვდით? აი ესეთი სიტუაცია მაინტერესებს, რომელიც დაარღვევს დუმილს. თქვენ დაარღვევთ ის თუ ტარო რას გირჩევთ, ამასაც ვნახავთ. ერთ ხუთი რაიდერს გადავდებ, ეს რაიდერი თუ დამჭირდება გამოვიყენებ, მაგრამ ჯერჯერობით აქეთ იყოს, მოდით. ჩაიფიქრეთ თქვენი პარტნიორის სახელი და გვარი სრულად, პასპორტში როგორც არის. შემდგომ
ანუ და მის სიტუაცია ვნახოთ ეხლა რა ხდება. შემდგომ ასევე მაინტერესებს, რაც მან გითხრათ მიზეზები. აი კონკრეტულად ხო იყო საუბრები, რაღაცა მიზეზები კონკრეტულად რაც გითხრათ, რამდენად ესადაგება სიმართლეს და რამდენად მართალია. აი ხვარი რომ იმესიჯეთ მიწერეთ რამე კონტაქტი იყო გარკვეული პერიოდის წინ, მან გითხრათ მიზეზი, ან მაცადე ან სახანი რეალურად რამდენად მართალია რაც გითხრათ ეს მიზეზები. შემდგომ მე მაინტერესებს აი ამ დუმილის მიზეზი კონკრეტულად რა არის. ანუ გიღირთ თუ არა აი ეს სიჩუმე და მე ხო ვიცი როგორ ნერვიულობ თითოეული თქვენგანი აი ამ სიჩუმის ფონზე. შემდგომ მე მაინტერესებს დაარღვევს თუ არა დუმილს ეს ადამიანი და აუცილებლად ბოლო მაინტერესებს რა იქნება ნაბიჯები თქვენთან დაკავშირებით. შეიძლება კონკრეტულად ეხა იმ კითხვის პასუხი ისე არ მოვიღო, მაგრამ ყველა კითხვა რაც დავსვი იმის პასუხს მივიღებთ. ნახოთ თქვენი პარტნიორის სიტუაცია. მოწყენილი რაღაცნაირად უემოციო, რაღაცა მოხდა ჩემო ძვირფასებო აქ, ეხა მე რაიდერსაც ვკითხავ. რაღაცნაირად შეწუხებული, მოწყენილი, არ ვიცი რა ფინანსებს, რა სამსახურს, რა კარიერას ეხება, რა სად მოღვაწეობს, როგორ არის, რანაირად არის. რაღაცას მე ვფიქრობ, რომ არ გეუბნებათ ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ კი ბატონო, მე გეტყვით პირველ რიგში იმას, რომ იმპერატორია. კი, და ეს ადამიანი ამას ვაღიარებ და იმიტომაც ხართ ესეთ შეყვარებული და ვერც ივიწყებთ და ვერც დაივიწყებთ კიდე. მე მესმის თქვენი, მაგრამ აი აქ მე რა ენერგიებსაც და რა სიტუაციასაც უყურებ. მიუხედავად ამ ყველაფრისა და აქ პენტაკლების დედოფალი ფონზე, დასტის ფონზე, ქალბატონები, რომლებიც ხართ ან ქმარს გაშორებულები, ან კი ბატონო ქმრიანი, ნუ არ არის გამორიცხული, ვიზეც ეხა ამ წუთას და ვინც იმყოფებით, ეს იმპერატორი არ არის გამორიცხული, რომ იყოს უცოლო, შესაძლებელია ცოლიანი და გაშორებული, შეიძლება უცოლო ბიჭი, მაგრამ ფაქტია, ამ წუთას რა ენერგიებში იმყოფება, არ ვიცი, რაღაცა ერთი პერიოდი გაბრაზებული, განერვიულებული რაღაც ემოციის ფონზე, რაღაც სამსახურის ფონზე, რაღაცა კარიერის, ეს ეხება საქმეს, ჩემო ძვირფასებო, თქვენ არაფერს შუაში ხართ. აი ამ ყველაფერზე განერვიულებული და გაბრაზებული, რატომღაც მისი სიტუაცია მიჩვენებს, აი ამოხდა შეტყობინებას მალე ელოდეთ ამ ადამიანისგან, რო იცოდეთ. აი ამ ყველაფრის ფონზე, აი ამ სიტუაციის ფონზე, რაღაცა იცით როგორი ენერგიები მომდის? მივარდა და აი რომ მივარდება და რომ მიეგდება ადამიანი, ხო იცით? აღარაფრის ძალა რო არ აქვს თითქოს. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ცდილობს ეხა რაღაცა შეინარჩუნოს სიძლიერე, შეინარჩუნოს ეს ქარიზმა, შეინარჩუნოს იმპერატორის თვისება, ხო? აი როგორია იმპერატორი ყველაზე ძლიერი, ესეთი ომახიანი რაღაცა ის რომ მუშტს არტყავს და მაგრამ რაღაცნაირად აი ამ პერიოდის ფონზე ეს ადამიანი მივარდა და მიეგდო. არ ვიცი კიდევ მეორე რა ხდება, არ ვიცი შეიძლება ზოგს გითხრათ რომ სამსახურს ეხებოდა, ზოგს გითხრათ რომ კარიერას ეხებოდა, თქვენი ბოლო საუბარი რა იყო, არ ვიცი, მაგრამ აქ ადამიანს რო გითხრათ კონკრეტულად მოგატყუათ, მე ვნახავ კიდე რა თქმა უნდა, ჩავეძიები და გადავალ სიტუაციაზე რა მოხდა, მაგრამ და მიზეზი ენადამება, მიზეზი ამ დუმილის რა არის, მე ახლა ვნახავ, მაგრამ ფაქტია, ჩემო ძვირფასებო, რაღაცა ქარბორბალასავით სიტუაცია დაუტრიალდა, არ არის გამორიცხული სამსახურს ეხება, რაღაცებს ვერ აგიხსნათ, არ ვიცი, სად მოღვაწეობს, როგორი სამსახური აქვს, რა სიტუაციებია, მაგრამ იყო სიტუაცია, რასაც თქვენ ვერ აგიხსნათ. და ფაქტია, აქ მე არ მომწონს მდგომარეობა, თქვენ არაფერს შუაში ხართ და თქვენ თავი არ დაიდანაშაულოთ, ადამიანი აბსოლუტურად რაღაცნაირად მოეშვა, მივარდა, რამდენიმე დღე დააცადეთ, ჭირდება ეს პერიოდი, მე ვფიქრობ. ეხლა კიდევ მეორე ადეკვატური ადამიანები მიხვდებით, ხო, საჯაროა კონსულტაცია, საჯაროა გაშლა, რაც მეტია ყურება, მიც ნაკლებია რეზონირება. ამიტომ აქ არის როგორ ურთიერთობაზე საუბარი, იცი, ისე კი არა, რომ დახოცეთ ერთმანეთი და გაჩუმდა და წავიდა და დუმილი, არა. აი რო ურთიერთობა რო იწყება, დაახლოებით გეუბნებით ახალი ურთიერთობა, ან ძველი რომელიც გაახლდა, რო იწყება და რო დაიწყო და რო ვერ იგებთ მიზეს, რატო გაჩნდა ადამიანი, ყველაფერი რო კარგად დაიწყო, შეხვდით, მშვენივრად, რაღაცა იქ სიტუაცია იყო, იქ ურთიერთობა იყო, იქ თუნდაც ყავის დალევა, იქ არ გამორიცხავს, სექსუალური კონტაქტი იყო და რაღაცა ყველაფერი ძალიან ლამაზია და უცბად რო ჩუმდება. აი ამ სიტუაციას განვიხილავ, ამიტომ სწორად მინდა გაიგოთ, რასაც ხსნი მე ეხლა. ეხლა ყველაზე მთავარი ამ დუმილის მიზეზი.
აქაც იმპერატორი ამოდის, ჩემო ძვირფასებო, საოცრად გრძნობს ეს ადამიანი თქვენთან თავს. ესე როგორც რომ აი თქვენთან გრძნობს თავს, ესე არც ერთ ქალთან არ უგრძნია, ის ცოდეთ. თითქოს იცით როგორი ენერგიები მომდის, რომ ესეთი შეგრძნება, არ ვიცი შეიძლება გითხრათ კიდევაც, რომ სხვა ქალთან ვარც გქონია, რაც შენთან მაქვს, აი დაახლოებით შეიძლება გითხრათ. მაგრამ მიზეზი რასაც ვხედავ, ხელფეხი აქვს შეკრული, რაღაცა ხდება. არ ვიცი, დაგიმალადგანა, ცუდი კუთხით დაგიმალადგანა, ცოლი ყავს და რამე, არა. რაღაცა საქმიანობას ეხება, რომელიც თქვენ არ იცით, ჩემო ძვირფასებო, რაღაცა სიტუაციას ეხება, რომელიც თქვენ არ იცით. იგი რაიდერი მაინც დამჭირდა, ნახოთ აბა კონკრეტულად ამ დუმილის უკან რა იმალება, რა საინტერესოა. რა იმალება ამ დუმილის უკან. აი მესამე პირი. ოხო. რა იმალება ამ დუმილის უკან. და იძულებული გავხდი ამოვაბრუნე კიდე დანარჩენი არკანები. არ ვიცი, შეიძლება საცოლე ყავდა, ან სხვა ვიღაც ყავდა და თქვენ არ იცით ეს ინფორმაცია, ან ცოლს შორდება და რაღაცა ეს სიტუაციები აქვს. არ ვიცი, ზოგთან შეიძლება ესე რეზონირდეს. და თუ არ ცოლი ყავს, დარწმუნებული ხარ და არც ცოლი ყავს და არავინ არ ყავს, აქ მაშინ რაღაცა ვიღაცა მესამე პირის სიტუაცია. არ არის გამორიცხული თქვენი მყოფებით. ვინც მიყურებთ ქალბატონები გათხოვილი ან გმარს გაშორებულები შვილებიანი, არ არის გამორიცხული ეს ბიჭი უცოლოა და ამ სიტუაციაზე იყო რაღაცაზე ლაპარაკი და მესამე პირი არ არის გამორიცხული კაცი, ქალი ჩაერია ვიღაცა. ჩაერია, ესაუბრები იყო, ამან თქვა, რომ აი ესე მე თავი არ მიგრძნია როგორც მასთან, მიხვდით რის თქმა მინდა, მეც არ ვიცი რა მჭირს და რაღაცნაირად აი ბოდიში ამ სიტყვას, მაგრამ რომ დაასტოპებინებენ, ხო იცით ადამიანს, დაზადნა უკან, აი რო იტყვიან, დაახლოებით და ეხლა ამ წუთას ორიანის პენტაკლში ადამიანი ვერ იგებს რა ხდება. პლუს ამას ხუთიანის თასები, ეხლა ნახეთ, პლუს ამას ემატება ის, რაც თავში გითხარით, რომ სამსახურეობრივი აქედან დაიწყო. რაღაცა სამსახურეობრივი პრობლემებიდან დაიწყო, მაგრამ თითქოს ცით როგორ იყავით, როგორც მშველელი, უნდოდა თქვენთან კონტაქტიც უნდოდა, ლაპარაკიც უნდოდა, მაგრამ როგორია უცბად გაჩნდა ადამიანი, რა თქმა უნდა გაგიკურდებათ, ხო? რომ რატო მოხდა? აქ რაღაცა მესამე პირის სიტუაცია, ან თქვენთან დაკავშირებით მოყვა რაღაცას, ეს არის ერთი ვარიანტი. და ვინც უთხრა, რომ ცოტა გამოფხიზლდი და გონს მოიგეო და ჯერ ყველაზე საშინელებაა, ვინც მესამე პირს ასე უჯერებს. ან კიდე, კი ბატონო, ან ცოლს შორდება და ან ცოლი ყავს, მაგრამ არ იცოდით, მაგრამ უფრო არ მგონია, რომ ყავდეს, უფრო მგონია, რომ აქ რაღაც სხვა სიტუაცია არის და ყველაზე მთავარი, კი ბატონო, სამსახურეობრივი სფერო, სადაც მოხდა ძალიან დიდი არევდარეულობა, რაღაცა საქმის უკავშირდება და თითქოს რაღაცნაირად კარგად კი იმპერატორს ვერ აკონტროლებენ, მაგრამ ეს რაღაც სამსახურია ისეთი, რომ თითქოს თავიანთ ჭკუაზე რო დაყავთ, ხო ხდები და აი რაღაცნაირად თავის თავში რო ჩაიკეტება ადამიანი, რო არც ის უნდა და აღარც ის, აი რო აღარაფერი არ უნდა, მიხვდით? მაგრამ რეალურად იმასაც ხდება, რომ ერთადერთი ნათელი წერტილი თქვენ ხართ. თითქოს თქვენთან რასაც ყვებოდა ყველაფერს, აი როგორ ახსნა, მარტო რო თქვენ უგებდით და თქვენ ხართ ადამიანი, ვინც ყველაზე სწორად გაუგებს ამ პიროვნებას. მაგრამ აი ეს რატო გაჩნდა და მიზეზი რატომ დადუმდა, აი ეს მიზეზები რაც ჩამოგითვალეთ, არ არის გამორიცხული არც საქმე, არც ყოფილი ცოლის თემა და არც ვიღაცა მესამე პირი, იმიტომ რომ ეხლა რა მოხდა, ნახეთ, ამას შეეშინდა, ის მიხვდა, რომ თქვენს მიმართ გრძნობა გაუჩნდა და უკან დაიხია. მიხვდით, როგორც ხდება ხოლმე სტანდარტულად, შიშისაგან უკან იხევენ ხოლმე, ხდება ესეც და ხუთიანი თასებში აი ესე რაღაცნაირად საწყლად მივარდნილი, მიგდებული, აი ესე თავისთვის რაღაცნაირად ეხლა ამ წუთას აი შეხედეთ, გაუბედურებული, თითქოს ვიცით რა არის? პრობლემები ხო არის, მაგრამ თითქოს ამ ყველაფერთან ერთად პირადიც რო დაემატა, ჩვენ ვიცით ხო, პირადი რომ მოგვარებულია, თითქოს ყველაფერს შევძლებთ. ყველა პრობლემას მოვაგვარებთ, ეს იქნება ფინანსური, ბანკი, მატერიალური, ხო თუ რამე, აი ყველაფერი, იმიტომ რომ გვახარებს ეს პირადი თემა, მიხვდით? აბსოლუტურად ცვლის ჩვენს მდგომარეობას, თუნდაც კარიერულად და თუნდაც ოჯახის მხრივ და ზოგადად მთლიანობაში. ნახოთ მისი ისე იგი სულ სხვა კითხვები დავსვი და საერთოდ სხვა კუთხით წავედი რა. რა იქნება ვნახოთ. აღარ დავსვავ ახლა დუმილს. მოდით რა იქნება ვნახოთ მერე დავსვავ და მე მაინტერესებს დაარღვევს თუ არა დუმილს. და ამაზე ამოვიღებ ახლა და
რა იქნება და ნაბიჯებს ნახავ აი ამ დანარჩენ სამყაროში დაარგოს თორე ძალიან ცუდად არის რაღაცა ხდება ჩემო ძვირფასებო რაღაცა ხდება რაც არიცით რაღაცას მალავს ეს ადამიანი 2-5-იანი სპექტაკლი რო ამოდის ძალიან დიდ კრიზისში რაში გაიჭედა რაღაცა საქმეს უკან მე მაინც ვფიქრობ რომ აქ აღარაფერ შუაში არ არის ან ცოლი ყავდა არ ყავდა არა აქ რაღაცა ფინანსური მსხვილი პრობლემა შეექმნა ძალიან დიდი აქ არ არის გამორიცხული რაღაცა პენტაკლზე მოდის აქ 2-5-იანი პენტაკლი აი თქვენი თვალით დაინახეთ რა რაღაცა მოხდა არ ვიცი ან ხო არ თამაშობს ან რამე ნარკოტიკის იმაში ხო არ არის მაგრამ არ მგონია ან მარტოებით არის შეხედეთ როგორ ჩაკეტილია როგორ დამაფნია ნახეთ დაარღოს თუ არა დუმილს არა უყვარხართ გეტყვით ეგ ემოცია თქვენთან დაკავშირებით ძალიან დიდი აქვს დუმილის გარღვევაც უნდა გამოსვლაც უნდა გქონდათ იმიტომ რომ თქვენთან ერთადერთი ადამიანი ხართ ვისთანაც თავს კარგად გრძნობს ერთადერთი ადამიანი ხართ ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობს და ერთადერთი ადამიანი ხართ ვისთანაც ეზეიმება და მე არ ვიცი ხა რატო რა ხდება სხვა შორის გუშინ მქონდა პირადი კონსულტაცია ერთ-ერთი ასეთი უბრალოდ რაღაცა ძალიან არეული სიტუაცია იყო და ამიტომ გქონდა კონსულტაცია მიხვდება იმ გოგოს ვისაც გულისხმობ ჩემი მეგობარია და ძალიან კარგი ადამიანი ზუსტად ესე ვერ გავარკვიეთ ჩავეძიე და მე ბოლო უთხარი რომ ვივარაუდეთ რომ რაღაცა მავნე ჩვევა აი ხა თითქოს ეს შეგრძნება მაგაკაც არ გამოვრიცხავ რაღაცა მავნე ჩვევის სიტუაციად იმიტომ რომ რაღაცა ფინანსური პრობლემა შეექმნა ეხა არ ჩანს უსაქმური იმპერატორი უსაქმური არ არის ჩემო ძვირფასებო იმპერატორი არის დასრული ჩამოყალიბებული სამსახური ყოველთვის საკ შვენივრადაც არის რამე მაშინ რა გამოდის 5-იან სპექტაკლში თუ კრიზისი აქვს და თუ სიტუაცია ერდაერია ესე იგი აქ რაღაცა მავნე ჩვევა ან რაღაცა ფინანსებში გაიჭედა არ ვიცი სამსახურს უკავშირდება არ ვიცი რამე უძრავ ქონებას უკავშირდება ფინანსებში გაიჭედა ეს ადამიანი მე ვფიქრობ რომ ეს თვითონ მოდით კიდევ კითხავთ დაარღოს თუ არა დუმილს არა ჯაჯმენტი ეროფანტი ან პასუხობს თავო ნახეთ აბა მოვიღოთ რაიდერი ნახეთ რამდენი ამოვიღე არ ვაპირებდი რაიდერის გამოყენებას და არგოს თუ არა განდეგილი სომიერება ბრძოლები თავის თავთან და აუ ვაფშე ჩაიკეტა ეს ადამიანი ეს წოდეთ ან ჩაიკეტება ჩემო ძვირფასებო არ ვიცი თუ დახმარება გინდათ შეგიძლიათ შესთავაზოთ დახმარება უბრალოდ უთხარით რომ რამით ხო არ დაგეხმაროთ თქო მაგრამ კიდევნურების არის საჯარო ხა ინდივიდუალური სულ სხვა სიტუაცია ნახოთ ნაბიჯები რას მეტყვის და რა იქნება ეხლა ნახეთ აქაც ფინანსები აქაც 7-იანი პენტაკლი აქაც პრობლემები ფინანსებზე ნერვიულობს ეს იცოდეთ საინტერესოა განდეგილში გადავიდე განმარტოვდა დაარღოს თუ არა დუმილს ბოდიში ნაბიჯები რა იქნება დუმილი უკვე ანუ თქვენ როგორც მეგობარი ამ ადამიანს ჭირდებით ეს წოდეთ მე არ ვიცი რა ურთიერთობა გაქვთ მე არ ვიცი იყო სექსუალური არ იყო სექსუალური კავშირი რა იყო მაგრამ შეხედეთ ავსებდით ამ ადამიანს ავსებდით და პლუს ამას აგერ მაგიც დამიჯდა ანუ ჩვეულებრივად კარგი манипуляტორი იყავით ამ ადამიანისთვის და ხართ ძალიან დადებით ემოციას აძლევთ ამ ადამიანს მე ვფიქრობ რომ როგორც მეგობარი ამ პიროვნებას ჭირდებით ამიტომ ვფიქრობ რომ აქ ნაბიჯები იქნება უბრალოდ ცოტა ხანი დაელოდეთ ცოტა ხანი თქვენ არ შეეწყოთ და ანებეთ თავი ცოტა ხანი დაელოდეთ მაგრამ თუ კონკრეტულად იმის რამე კითხვა გაქვთ მაშინ პირადში გადმოდით იმიტომ რომ აქ ყველაზე არის ინდივიდუალური ზოგთან უნდა თქვენ დაარღვიოთ დუმილი ზოგთან პირიქით უნდა დაელოდოთ მაგრამ როგორც მეგობარი ამ ადამიანს ჭირდებით მე ვფიქრობ არ გეგონოთ რომ უბრალოდ რაღაცა მომენტით ცოტა ხანი გაჩერდით მე ამ ვიდეოს გაგრძელებას ალბათ ერთ კვირაში ჩავწერ ხო დაველოდოთ 1-10 დღე მე სხვა ვიდეოებს ჩავწერ მაგრამ ამის გაგრძელებას დუმილის გაგრძელებას ვისთანაც გაგრძელდება მე ამ ვიდეოს ჩავწერ კონკრეტულად ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანს ძალიან ჭირდებით როგორც მეგობარი ძალიან ჭირდებით და ერთადერთი ადამიანი ხართ ვისთანაც მე ვფიქრობ რომ გულახდილად ისაუბრა და ბევრი სიმართლე არ ველოდი ძალიან საინტერესო გაშლა იყო ჩემო ძვირფასებო ხა მე ჩემი ენერგიებს შეჭარც მეპარებოდა მაგრამ არ ვიცი თან რატო გადავწყვეტე ეს მაგრამ მე ვფიქრობ რომ აქ ბევრი ცვლილებები იქნება არ ვიცი გადმოგწამთ კი ბატონო ვისაც გეხებათ პირად კონსულტაციაში შემოგწამდით და ნახოთ
ნახოთ რა ხდება. მიუხედავად ჩემი ახლა მოუცვლელებისა და გადარბენებისა, მაქსიმალურად ვეცდები რომ მოვიცალო და რაღაცა ესე ხო, იმიტომ რომ პირადი უნდა ნახოთ, რადგან ესე გითხარით, ესე იგი ესეა საჭირო. არ ვიცი, დამწერეთ კომენტარებში, ასევე მომწერეთ პირადში ჩემო ძვირფასებო და ვნახოთ ერთად რა ხდება, ხო? და იმის მიხედვით გადავწყვიტოთ რა, როგორ და რანაირად. ეს არის საჯარო და მაინც მიფიქრებ, რომ ბოლომდე არ უნდა დაიყრდნოთ საჯაროს, ბევრი ადამიანი უყურებს. ეს ხო დღევანდელი სრული კონსულტაცია, მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო იყო. რა ვიცი, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ძალიან საინტერესო იყო და დაველოდოთ სიტუაციებს, ან და მე ჩავწერ მის გაგრძელებას ერთ დღეში, თუ არა და მანამდე ვინც ვერ მოითმეთ, კი ბატონო მოგზანდით. ჯერ ისე და ჯობია, ხო, რა თქმა უნდა, რომ ჯობია პირადი კონსულტაცია. ეხლა დაგიმშვიდობებით დროებით.